გოგოებო, აბა გამოიცანით. აი ის მამაჩუკა სუნამ, რომელიც ძალიან მინდოდა ვალენტინობაზე და დავსერჩე და 15,000 ღირს. მოიცადე, რა სუნა მოგაჩუქა? ტომ ფორდი კნოპა. გოგოებო, შეგიძლიათ გაჩუმდეთ, რაღაცას ვიმახსოვრებ. ისწავლე. ან უბრალოდ სახლში უნდა გესწავლა, სკოლაში კი არა. ტიმურ მამაჩუკა დაცუნია, ძალიან საყვარელია. გოგოებო, სახლში ვერ ვისწავლიდი, აქ ვალენტინობას აღნიშნავდი. გამარჯობა გოგოებო, ვინმეს გლოსი ხომ არ გაქვთ? აი, გამომართვი დიანა. დიანა, მოწყენილი რატომ ხარ? დიანა, ეს საყვარელი რაღაც გარეგნობა რა არის? გოგოებო, ძალიან ცუდად არის ყველაფერი. დიანა, სმაილი? არა გოგოებო, სმაილი არა, დედა ჩემი და ჩემი პირადი დღიური. წარმოიდგინეთ. მოიცადე, როგორ? ჯანდაბა დიანა, რატომ წაიკითხა? ეგრე არ შეიძლება, ეს ხომ პირადულია. უბრალოდ აერია ჩემი პირადი დღიური, ჩემს დავალების ველში. დიანა და რა გეწერა ეგეთი? აი, შენიც წაიკითხე. ამიტომ გამოვიყურები დღეს ასე. დედა ჩემმა მითხრა, რომ აღარანაირი მოკლე ქვედაბოლოები, მოტკეცილი კავები, არაფერი და არც გაშლილი თმა. გოგოებო, დედა ჩემმა რო წაიკითხოს ჩემი პირადი დღიური, თვალებში საერთოდ ვეღარ შევხედავ. გამარჯობა, პირადო დღიურო. დღეს გავიკეთე ტატუ ისეთ ადგილას, სადაც დედა ჩემი ვერ დაინახავს. ძალიან მომწონს ეს ტატუ. დიანა, ეს წაიკითხა? ხო, კნოპა. და მარტო ტატუზე არა გააგრძელე? გამარჯობა, დღეს კინოში ვიყავი სმაილთან ერთად და უკანა რიგებში ვაკოცეთ ერთმანეთს. დიანა, და რა გითხრა დედა შენმა? მერი, ვერ ხედავ, დედა ჩემმა მითხრა, რომ დღეიდან აღარანაირი მწოულებები, აღარანაირი ბიჭები, მხოლოდ კონცენტრირება სწავლაზე. მაგარია დიანა და ჩირილდერობაც ხომ არ აგიკრძალა. ვაუ, გამარჯობა პირადო დღიურო, დღეს მე და სმაილს ერთად გვინდოდა დროის გატარება და ბოლო 2 გაკვეთილი ერთად გავაცდინეთ. არა უკრძალავს, მაგრამ კიდევ კარგი ოთახში შევედი ზუსტად მაგ დროს, თორემ კიდევ უფრო წაიკითხა, მე ნამდვილად ამიკრძალავდა ჩირილდერობასაც. და დიანა, უფრო შორს რა წერია? გოგოებო, აღარ არის საჭირო მაგის წაკითხვა. ამიტომაც დავწვი მე ჩემი პირადი დღიური. არ გაქვს პირადი დღიური, არც პრობლემები არ გაქვს მშობლებთან. გოგოებო, და კიდევ არის, დღეს სკოლის შემდეგ დედა ჩემი მომაკითხავს და სმაილთან ერთად როდის ხარ უნდა წავიდე სადმე? ყველაფრის ახსნა მომიწევს დღეს. დიანა, შარში ხარ? ხო, გოგოებო, კარგი, წავედით ახლა. დიანა, სმაილს თუ უყვარ ხარ, გაგიგებს. იმედი მაქვს გოგოებო, ან სმაილი უბრალოდ შემცვლის ისეთი გოგოთი, რომელსაც მშობლები არ აკონტროლებენ. დიანა, ყველაფერი კარგად იქნება. მასკოტ, ნუ ყოყმანობ, დაგვრთანხმდი. ხო, რა იყო? ბანი ვერ გაიგებს ვერაფერს. გოგოებო, არ შემიძლია თქვენთან თუ იქნები ბაჭიები გუნდიდან გამომაგდებენ. გაგიჟდი, მე უკვე მომწონს ერთი ბიჭი და ყველამ ძალიან კარგად იცით ეგ ამბავი. ხო, უბრალოდ ჩვენთან ერთად მოგიწევს პერფორმანსის ჩატარება, თან სკოლაში ყველაზე კარგად შენც ეკვალ. და რა მოხდება უარი რო თქვა? იცი რა მოხდება? მოიცა ვირთხებო, აქ რას აკეთებთ? გონი მასკოტს ეფლირტავებიან. მასკოტ, რამე პრობლემა ხო არა? აი მოვიდნენ. არ უთხრა. ხო, მეგობრებო, პრობლემა მაქვს, თავს არ მანებებენ, უთხარით რომ წავიდნენ. მასკოტ, შარში ხარ? ვირთხებო, შეგიძლიათ წავიდეთ. კარგი, მივიდივართ. მასკოტ, გოგოები გეფლირტავებოდნენ და შეგეშინდა? არა, არ მეფლირტავებოდნენ, სხვა რაღაცა იყო. მეგობრებო, შეიძლება აქ დავუშვით, ხო არ შეგაწუხებთ, უბრალოდ მალე ბაჭიები მოვლენ და ვარჯიში გვაქვს. რა თქმა უნდა, დაჭექი, ნამდვილი ბიჭების თამაშს უყურე. სანამ ბაჭიები თავის კოსტუმებში იხტუნავებენ. ხო, ნამდვილი ბიჭების, მე მასკოტი ვარ, ბაჭიების ჯგუფის მნიშვნელოვანი წევრი. ჯანა, სად ვიპოვოთ ბიჭი, რომელიც დაგვრთანხმდება? ლეილა, იქნებ გოგოს ჩავაცვათ ბიჭად, აი ხომ იცი, ჰუდი, კეპკა, შარვალი, თმას დაიფამალავს. არა იანა, ყველაფერი კარგად უნდა გავაკეთოთ, ბიჭი უნდა ვიპოვოთ. მისმინე ლეილა და რაიანი, ის ხომ ძალიან მაგრად ცეკვავს. მოდი მას ვთხოვოთ. არა იანა, რაიანს ვერ ვკითხავთ. ხომ იცი, რომ შემიყვარდა. და მე რა, ეგ რა შუაშია. იანა, უბრალოდ ის რომ იქ იქნება შემწხვება და კონცენტრაციას ვერ მოახდენ. და ლეილა, ეგ მაშინ შენი იდეა ჩაფლავდება, როგორც ყველა დანარჩენი. ჩაფლოვება, რამე კარგზე რო იფიქრო არ გინდა? სად არის, უკვე აგვიანებს. კარგი, 1 წუთით დავველოდოთ და მერე დავიწყოთ. გამარჯობა გოგოებო, აქ ვარ. წვანე, კიდევ ერთხელ თუ დააგვიანებ, ჩვენთან ერთად აღარ ივარჯიშებ. და ესენი რას აკეთებენ აქ? სადაც ისπერთან მოვიდით. ვარჯიშს უყურებენ, მოიწყინეს და კარგი, ვივარჯიშოთ, მწვანე, იცი ამ ბოლ დროს ნერვებს მიშლი შენი დაგვიანებებით და თქვენ არ ჩაერიოთ. ჩვენ ხელს არ შეგიშლით, უბრალოდ ჩილიდერების მოძრაობებს მინდა ვუყურო. ბაყები საუკეთესოები არიან. ჩვენ
აუცილებლად გავიმარჯვებ. ბაყაყები მაგრები არიან. ხედე ხომ მაგარი ჩილდერი ვარ. წვანე არ მესმის, შენ სავარჯიშოდ მოხვედი თუ დიმამ რომ გიყუროს იმისთვის. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან. გავიმარჯვებ. საუთის ფერერები. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესო. დამღალეს გავიდნენ. კარგი, გავჩუნდით. ბაყაყებო, სავარჯიშოდ მოვედით. გაგვინთავისუფლეთ დარბაზი. რას გულისხმობთ გაანთავისუფლეთ? ხო, როგორც ვთქვით, თქვენ ქვედა დარბაზში ვარჯიშობთ ხოლმე. ეს ჩვენია, ბაყაყების დარბაზია. კარგი გოგოებო, წავიდეთ, ამათთან საუბარს აზრი არ აქვს. და ახლა რა ვქნათ? კარგი, დავალოდოთ ქვედა სართულის დარბაზი, როცა განთავისუფლდება და მერე ვივარჯიშოთ. ხო და აქ აღარ მოხვიდეთ. ჩვენი დარბაზია. მასწავლებელმა მაიკმა თქვა, რომ ბაყაყების დარბაზია. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან. გავიმარჯვებთ. კომბეშოები ყველაზე მაგრები არიან. კომბეშოები სოფლიოში ყველაზე საუკეთესოები არიან. აი, კაფეში მუსიკა რატომ არ გააქვს? მია, ეს სკოლის კაფეა და არა კლუბი. მოსაწყენია. უნდა იყოს ესეც სახალისო. კარგი, კიდე ერთი ცხელი შოკოლადი გამიკეთე. არ არის პრობლემა, მაგრამ ახლა ხურდა არ მაქვს. კარგი, მივხვდი, შეგიძლია ხურდა დაიტოვო. მია, ცუდია რომ ჩვენ სკოლაში არ სწავლობ, ძალიან კეთილი ხარ. მოდი ტკბილოვსაც დაგიმატებ, შენ სხვა შოკოლადს მოუხდება. მისმინე ლეილა, ეს მია ნერვებს მშლის, ძალიან ამპარტავანია. ხო, თავს იკატუნებს, ვითომ მდიდარია და ბუტიკში მუშაობს. ალბათ ახლა გადაუხადეს ფული. მართლა, ტანსაცმლის მაღაზიაში ხო მუშაობს? იქნებ შევუარო რამე ჰქონდეს. ხო, სადე, აი, რამდენი ხანი უნდა ველოდოთ მწვანე ჩაის. გამარჯობა, აი, 3 ცხელი შოკოლადი გვინდა. გოგოებო, მივესალმები და მოვალ. გამარჯობა სიყვარულო, როგორ ხასიათზე ხარ, როგორ მიდის? კარგად. ხედავ შენ და მიას რაღაცნაირი საუბარი გაქვთ. არა, მე უბრალოდ ცხელ შოკოლადს ვუკეთებ. ისე მან ბევრი ტიპი დამიდოვა. ხო, ნასია ხურდა დავუტოვე, აი, საიდან აქვს ფული შენი აზრით, რომ საჩუქრები გიყიდოს? რა თქვი მია? გაიწიე ჩემი შეყვარებულისგან. ნასია, მოდი დაწნარდით, დაჯექი, რა გაგიმზადო? წეღან გითხარით, ცხელი შოკოლადი გვინდა. ახლავე. მისმინე მია, ეგ ხურდა შენთვის დაიტოვე, ჩემს შეყვარებულს არ ჭირდება. ნასია, რას გულისხმობ, არ მჭირდება? ვაუ, ახლა ჩხუბი დაიწყება. მია ძალიან გამოხიზიანებელია, ჩემთვის ძალიან ლამაზია. პროვასტი რა? ჯული, მოეჭვიანო, უბრალოდ ლამაზი გოგოა. პროვასტი, თუ სხვა გოგოს ჩემ გარდა დაუძახებ ლამაზს, დავუბრუნდები დათუნიას. ჯული, ეს არც მოხდება, არტემი და მია არიან ერთად. ჯანდაბა გოგოებო, დედა ჩემი უკვე მირეკავს. ხო, დედა, გამარჯობა. რას ვაკეთებ? კაფეში ვზივარ ბანის გოგოებთან ერთად. ხო, ყველაფერი კარგად არის. კი, მახსოვს, რომ დღეს უნდა გამომიარო. კი, არ არის პრობლემა, ყველაფერი კარგად არის. გამომიარე დღეს, ხო? გნახავ ცოტა ხანში. ჯანდაბა დიანა მართლა შარშია. ხო და მე ვუთხარი, რომ ცუდი იდეა იყო პირადი დღიური. გოგოებო, დაწყნარდით, ეს ცუდია. დიანას გარეშე უნდა ვიყოთ ახლა? მისმინე დედა, თუ უკეთეს ნიშნებს მივიღებ, ყველაფერი ძველებურს დაუბრუნდება. კარგი, ხო გავიგე. კარგი, დაგელოდები. ჯანდაბა გოგოებო. დიანა, ახლა დედა შენი ყველა შენს ქმედებას გაკონტროლებს და მხოლოდ შენი ბრალია ეს ყველაფერი. იცი რა კნოპა, მადლობა რომ გამახსენე. აი, ის მადლობა ცხელი შოკოლადისთვის. კარგი, აი, ის გნახავ. ჰეი, მესმის რომ ზარმად არეკა, მაგრამ კიდევ მინდოდა ცხელი შოკოლადი. დიანა, დაგავიწყდა. გოგოებო, მასწავლებელ მაიქს უთხართ, რომ საპირფარეშოში წავედი. მალე მოვალ. კარგი, მალე მოდიცოდე. საყვარელო, რა მოხდა? სმაილ, მოკლედ ჩარში ვარ, მაგრამ წავიდეთ საპირფარეშოში, იქ ვისაუბროთ, რომ ვერავინ გაიგოს. მეგობრებო, გამარჯობა. გამარჯობა, მაიკ. ნასია, დიანა სად არის? დიანა საპირფარეშოშია, მალე მოვა. ხო, საპირფარეშოში, სმაილთან ერთად. ლეილა, ეგ რატომ თქვი? შენ რომ რამეს აკეთებ, ჩვენ ჩამშვებები ხო არ ვართ? ლეილა, დიანა მოიყვანე. მე რატომ მასწავლებელო მაიკ? იმიტომ რომ მარტო შენ გენდობ. კარგით, მაშინ სასიამოვნოა. ლეილა, პირთხა ხარ. ვიცი, ნასია, ვიცი. მასწავლებელო მაიკ, დაინახეთ ლეილამ ახლა რა გააკეთა? ნასია, შეეშვი ლეილას, ის მოსწავლეებისთვის მაგალითია. ხო, როგორ არა კი? მოიცა დიანა, დედა შენმა ჩვენ მკოცნებზე წაიკითხა. სმაილ, კი, მაგრამ სასაცილო საერთოდ არ არის. ახლა მთლიანად მაკონტროლებს და ნახე რას გვავარ. პირველ კლასელ გოგონას დამამსგავსა, ისე გამომიშვა. ხო დიანა, არაა პრობლემა, შეგიძლია წახვიდე და გამოიცვალო. ხო და მე ვიღაცა ფოტოს გადამიღებს და სკოლის ჯგუფში გააგზავნის. არა, მადლობა. კარგი, ხო, გასაგებია, მაგრამ ახლა რა უნდა გავაკეთოთ, დღეს ხო ერთად გასვლას ვაპირებდით.
Smile, არ გესმის, დღეს ვეღარსად ვეღარ წავალთ. კარგი, ესე იგი არსად აღარ მივდივართ. მაგარია. Smile, ამ ყველაფრის გამო არ მიმატოვებ, ხო და ვიღაც სხვა გოგოს არ იპოვი. იცი რა, ცოტა დრო მჭირდება, დამილაგდება დედაჩემთან ურთიერთობა და მერე ყველაფერი ძველებურად იქნება. კარგი საყვარელო, მე არ ვიცი. Smile, სერიოზულად, შენი პასუხი მჭირდება, კი ან არა? დიანა, აი ჩემი პასუხი. Smile, საუკეთესო ხარ, აი ამიტომ მიყვარხარ. დიანა, საპირფარეშოში მოხვედი, ხო? მასწავლებელი მაიკი გაბრაზებულია და მითხრა რომ მიგიყვანო კლასში. კარგი დიანა, უნდა წახვიდე. მისმინე ლეილა, შენ ვერ მიმიყვან მასწავლებელ მაიკთან, რომ იცოდე. დიანა, მასწავლებელი მაიკი გელოდება. ეგ უკვე გაბიგე ლეილა. სულელი. რატომ წავიდა დიანა Smile-თან ერთად საპირფარეშოში? ხო, დასვენებას დაალოდებოდა. მოიცა რა მოხდა? წვანე, შენ არ გეტყვით. მე უკვე ვიცი რომ დიანას დედამ წაიკითხა დიანას პირადი დღიური და ახლა ძალიან კარგად უნდა მოიქცეს. ვაუ, რა სულელური იდეაა ეს პირადი დღიურები. მისმენთ დაწყნარდით, საერთოდ საიდან გაიგეთ ამ პირად დღიურზე? ვა, პირადი დღიური, ერთხელ მამაჩემმა წაიკითხა ჩემი პირადი დღიური და მერე პრობლემები გქონდა. გამარჯობა. Smile-მა უკვე იცის, ხო და ბედნიერი არ არის. დიანა, ხედავ ამ ყველაფერმა სადამდე მიგიყვანა, დედა შენი გაკონტროლებს. მასწავლებელო მაიკ, დიდი ვარ უკვე, არ არის საჭირო ჩემი გაკონტროლება. მასწავლებელო მაიკ, მე მგონი სტუდენტები უნდა გაჩუმდნენ, როცა მასწავლებელი საუბრობს. ლეილა, გაჩუმდი. რა მოხდა მასწავლებელო მაიკ, მთელ კლასს მოუყევით. მასწავლებელო მაიკ, შეგიძლიათ ეს იმას შემდეგ დასვენებაზე უთხრათ, ახლა გაკვეთილი დავიწყოთ. არავის არაფერს არ ვეთქვით, თუ გინდათ დიანას კითხეთ, მაგრამ იცოდეთ, ახლა დიანა ჩემი კონტროლის ქვეშაა. დიანა, პრობლემები გაქვს, თუ გინდა მე ყველაფერში დაგეხმარები. დიმა, მადლობა რა თქმა უნდა, მაგრამ არ მინდა ჩემ პრობლემებს მე გავუმკლავდები. დიანა, შეგიძლია მითხრა რა წაიკითხა დედაშენმა დღიურში? მოიცა, შენ საიდან იცი? დიანა, მთელმა სკოლამ იცის. გამარჯობა. დიახ, დღეს დიანამ გაკვეთილზე ისევ დააგვიანა. დიანა, რა? დიახ, როგორც მთხოვეთ ყველაფერს გეუბნებით და ის სრული კონტროლის ქვეშ მყავს. დიანა, სად მიდიხარ? იცით რა, ნასტია, ასე არ ვისწავლი, არ არის ნორმალური ჩემი ყველგან გაკონტროლება. დიანა, მე შენს გვერდით ვარ. დიმა, გაჩუმდი. გამარჯობა, დიანამ გაკვეთილი დატოვა. საერთოდ რატომ მქონდა ეს პირადი დღიური? ახლა ეგ იმას ნიშნავს, რომ მე ვიღაც პირველ კლასელ გოგოს უნდა ვგავდე? არა, ეგრე არ მოხდება. კარგი, გემშვიდობები პირადო დღიურო. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს. ახლა უნდა წავიდე და დედაჩემს დაველაპარაკო, თორემ გამიკონტროლებს ყველაფერს. კარგად.